ძალიან დიდი ხვეწნის მერე დავიყოლიე. დამთანხმდა. და ეხლა კი გვაქვს ბროკოლი. მოკლედ, მე მაინტერესებს ერთმანეთს ერთი სიტყვით როგორ დავახასიათებ. მაღაზია არ ვიფიქრე. მიდი ეხლა. შენ დაიწყე. კაი მე ვთქვა. და პირველ დღეს მივედი უბრალოდ სავარჯიშად და გერგმეს დამინახა თუ არა, მაგრამ შენ გააგრძელე. ძალიან ბევრი ახალგაზრდა წყვილი გვიყურებს, ხარწმუნებული ვარ. რას ურჩევთ? არაფერი, ქმრებს ურჩევ ერთი თუ კაია, რომ ცოლებს გაანებივრონ და დაუჯერონ და ეგეთი ამბავი თუ გქონიათ, რომ აი ეხა ჩქარა დამისროლდა ბავშვი. ველოდებათ? კარგად. დავით. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი კვიზია. დღეს ჩვენი სტუმარია ბროკოლი. როგორ ახართ? კარგად, მადლობა თქვა როგორ ხართ? ძალიან კარგად, დიდი მადლობა. მოტყვის. მამიკან გაგეხვეწევით? დაგიცავთ. დამიცავთ? კი. კაი. როგორ ხართ? კარგად. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ დღეს და ესე სუბდახარზე გავისაიდოთ და მადლობა შენ არხზე დაპატიებისთვის სიამოვნებით. გავისაიდოთ. მივიღეთ დაპატიება. ბანალურად დავიწყოთ. და მე მაინტერესებს რატო ქვია თქვენს არხს ბროკოლი? რო ფიქრობდის თავიდან რა დავირქვათ თქო. აი რაღაც ეს ბანალურად გიორგი და ელენე არ გვინდოდა რა. კი ბატონო. და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ძალიან ჯანსაღი ცხოვრების სტილი გვაქვს. ჯანსაღი ცხოვრების სტილი, ანუ ვარჯიშობთ ჯანსაღ, უცდილობთ რომ ჯანსაღად ვიკვებოთ და ასე შემდეგ რა, ამ რეჟიმში ვართ და ეს ზოგადად გავიცაინთ ერთმანეთს. მართლა უნდა მეკითხა ძალიან კარგი. კი. და ეს ბროკოლი ხო მწვანეა, ბოსტნეულია რაღაცა თან ჟღერადობითაც მოგწონდა რა, ბროკოლი რაღაცა. ძალიან დაწერებოდა თან თავის სმაილი მოყვებოდა. მოდი, თან გიორგის იდეა იყო. და თან მახსოვს რომ ყაზბეგზე ჩემთან სახლში ოთახში ვიჯექის და ვფიქრობდი აბა რა დავირქვათ და მან გავაჟღერე ესე ვაფშე ისე მომივიდა თავში რა. ბროკოლი ხო არ დავირქვათ და მოგვეწონა მე ეგ იდეა. ისე რომლის იდეა იყო რომ მოდი აი ესე თუ ქონდათ რომ მოდი ინფლუენსერი დავიწყოთ ეგეთი ამბავი იყო თუ მოდი ვიდეო დავდოთ უბრალოდ არა საერთოდ არანაირი გათვლა არ ქონია შეყვარებულები რო ვიყავით ელენე უკვე ტიკტოკერი იყო რა ხო ცალკე ჩემი გვერდი ახლაც მოგჩემი გვერდი კი და იგდებდი ხოლმე დიახ გამომიწერეთ ხოდა იგდებდი ხოლმე ვიდეოებს იქაც კაი პოპულარული ნუ ერთი რაღაც 10000 მყავდა ხო? კი მაგარი პოპულარული ეხლა რამდენი ყავთ ბროკოლზე? ეხლა ყავს 200000-მდე 200000-მდე? ხო ეს ტიკტოკზე მარტო ეს მარტო ტიკტოკზე ხო ისე მოდებული ვარ სამე პლატფორმაზე კი ბატონო ხო და იქ ერთ-ორ ვიდეოში გამოვაჩინე ჩაყვარებული და მოკლედ ეს ვიდეოები აი ძალიან გავარდა, აი ძალიან, რასაც ქვია, ანუ მაგამდე რომ მიხარო და მაგალითად 10000 ნახო, გიორგისთან ერთად 100000 და ნუ მეთქი ვა. მე გიორგის გთხოვ, ერთით გამოჩდი რა. მე უკვე ხვეწნა მუდარა ქნა, კიდე ერთი ინტერესი ქონდა ნახვების. აუ გთხოვ, კიდე ორში გამოჩდი და მე ბოლოს აი ძალიან დიდი ხვეწნის მერე დავიყოლიე. დამთანხმდა და ეხლა კი გვაქვს ბროკოლი. ხო და აი რას ფიქრობთ, ესეთი წარმატებული რატოა ბროკოლი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნახვა გაქვთ. ყველა სოციალურ პლატფორმაზე, სადაც შემოხვედრია, Instagram იქნება, TikTok, YouTube-იც. YouTube-ი ახალი დაწყებული იყო, ხო? იდეაში ახალი დაწყებული არ გვაქვს, მაგრამ დიდ დროს ვერ უთმობთ ჯერჯერობით რა და იშვიათად ვდებთ ვიდეოებს, თორე ისე დიდი, რა ვიცი, ერთი წელი იქნება უკვე, რაც გავაკეთეთ, მაგრამ სულ ვიდეოს 8 თუ 9 ვიდეო ამ ჯერჯერობით ეს სისტემატიურად ვერ. Facebook-საც ვართ. რატო არის ესე წარმატებული თქვენი გვერდები? გუნებრივები რო ხართ ეგ? აი ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის ხო? აი მგონია რომ აი ხშირად უთქვამს დაჟე აი რაღაც გადაღებაზე ან რაღაც რომ მივდივართ ხოლმე რომ ესენი მართლა ისეთები ყოფილან თურმე როგორც ვიდეოში ჩანა ხო ხტები აი რაღაცა როლები არ გვაქვს რა ვიდეოებში მორგებული რომ აი ესეთი ხო ხტები რაღაც ბუნებრივობას ვაწვევით რა და ერთ-ერთი ეგ არის რომ ხო ამ ეგრე მგონია რომ ხალხის თვალში ყალბები არ ვართ, რავი, ეგ. კონტენტი თუ მოგიპარავს? კონტენტი მოგვიპარავს, აი რაღაც ტრენდები გადაგვიღია, მაგრამ ეხა ვიღაცამ რაღაცას მოიფიქრა და მოდი ჩვენც რაღაცა ეგრე. გავასაღოთ რომ ჩვენი მოფიქრებულია ეგრე არა, თორე ეხა დანარჩენი
კი, უცხოელები. ეგ სიმართლე გითხრა ძალიან არ მოგწონს დაჟეთად რა. აი მაგალითად აი ხო არის ტრენდი და აი გავიგეთ რომ ტრენდს მთელი მსოფლიო იღებს ხა და მეც გადავიღე, შენც გადავიღე, კი ბატონო, მაგრამ აი რაღაცა ხო აი ცხოვრებაში ვიღაცა ცხოვრებაში რაღაცა მოხდა და იმან გადაიღო და მე მეც ის დავდგა და მეც ეგ გადავიღო, ანუ ეგ ის არის რა. დაჟე ხშირად ყოფილა ეგეთი რაღაცები რომ ვიღაცას თუ მაგალითად ეს ტრენდი თუნდაც უკვე გადაუღია მაგალითად ან ქართველებს ან ხო ხდები ვიღაც მე ჩვენ დაჟე აღარ ვიღებთ ხოლმე იმიტომ რომ არ გვინდა რომ ერთი და იგივე ყველას გააკეთა ის გააკეთა გავაკეთეთ ჩვენ ეგ რაღაცა კომპლექსი ხო არა თქო ჩემი თქო მგონი არ არის ხო ეგრე არა იცი მე არ მომწონს ხოლმე ანუ ყველა რო ვაკეთებს ეგეთი რაღაც გადაღება არ მომწონს რა აი ზუსტად ეგ არის ანუ გინდა რომ განსხვავებული იყო რა ხო ხდები აი ახლა თელმა საქართველოს გადაიღო და აი მეც გადავიღე ცუდი არაფერი არ არის მაგაში ხო იმას კი არ ვამბობ რაღაცები ჩვენც გადაგვიღია ეგრე მაგრამ ხო რაღაცა იქნება თუმცა პირი მოგწონს რომ პირველი ჩვენ გადავიღეთ გვირჩევნია ჩვენ გავტრენდოთ გასაგები ჩვენს ახლა უნდა ყოფაში ესე ვთქვა სოციალურ ქსელში ბულინგი რაღაცა შემოვიდა ძალიან მასიურად თქვენ შემთხვევაში როგორ არის ცუდი კომენტარები თუ არის გვიგრძნია ესე ძალიან აუ რაღაცა სიტუაციები იყო ერთი გიორგი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობებიდან და რაღაცებიდან გამომდინარე აი და რატო არ ერთვებით და აი ხო მაგალითები გამახსნე რასაც ელენე ძალიან განიცდის ხოლმე აი პირადად მე მართლა საერთოდ არ გამიცდი არც არანაირ ცუდ კომენტარს და თავიდანაც ეგრე იყავ იმიტომ რომ მე გამიჭირდა ეგრე ვიყავი კი მე ვკითხულობდი ხოლმე და გიორგი არა მე ვკითხულობდი და გავანებავი იმიტომ რომ ძალიან ის რთულია რა. ანუ თან როგორი ამბავია, იცი ახლა მეუღლე ყავს და ზუსტად მიხვდებიან. შეიძლება ჩემზე არ იყო გავლენა, მაგრამ მეუღლეს ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა და ეს ძალიან რთული ამბავია. ისი რა, გეთანხმები რა, აი ყოფილა ეგეთი რაღაცები და რა თქმა უნდა არ არის, ხჩენ თავზე უფრო გადაყვაყავ რაღაცას ვიდრე მეუღლეზე. ანუ 100%-ით მესმის. მაგრამ დროთა განმავლობაში აი რას მივხვდი, იცი, აი როგორი ტიპის არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, აი ყველას მოსაწონი რავი აი თუნდაც აი უწმინდესი პატრიარქია იღე რა ავიცი ხო ყველასთვის თითიც ამაგალითო ადამიანი აი მაგალითად მოყავს ისე რა ანუ არსებობენ ხალხი ვიდაც არ მოწონს არ უყვარს აი ყველა რაც არ უნდა აკეთო მოკლედ ცხოვრებაში ვიღაცა ჰეითერი უეჭველი გეყოლება რა აი როგორი კაი ტიპიც არ უნდა იყოს და არ ვაქცევ რა თან 1 და 2 არა სულ გამოჩდებიან ეგეთ ვიღაცები და შენ ახლა რო ზდიო მაგას და მე უწერო არა ეგეთი კომენტარები და აბას ათხარზმაო ეხა ეგ გამიწერე და ასე ყოველდღე ვიღაცაზე ჭხუბში უნდა იყო ხო ხტები და ჯობია ჩემი აზრით რომ დაიყიდო რა მე ხა აღარ ყავს ეხლა всё მე მგონი ჰეითერი აღარ ხო და ანუ ყურე თქვენი კონტენტი არის ჩემთვის მაგალითად როდესაც თქვენი ვიდეო შემხდება ძალიან პოზიტიურად მუხტავს რა ესე თქვა კომპლიმენტად მიიღეთ თუ გინდათ იმიტომ რომ აი ძალიან სასიამოვნო როცა შეგხვდება ფორიუსი არასკროლავ რა უყურებ თავიდან ბოლომდე და რაღაც დადებითი ემოციებს მიიღებ. მე თქვენ შემთხვევაში მაინტერესებდა თქვენთან მაინც თუ იყო ცუდი კომენტარები. აი საყურეზე. საყურეზე დღემდეა ვიღაცები დღემდე. მარტო Facebook-ზე. და რა. ოღონდ მარტო ეგრე. აი TikTok-ის მაყურებელ შევაჩვით და უკვე მოწონს და გიორგისნაირად ვიღაცებმა გაიხურეს Instagram-ზეც ნუ. Facebook-ზე ჯერ კიდე თუ გამოჩნდა აქეთა პროფილით გიორგისაც საყურე უჩანს. ჯერ კიდე მაინც 1-2 არის რა არიცი? ანუ იდეაში ხო რამდენიმე წელი გავიდა უკვე ვარ ამ სოციალურ ქსელებში და დაჟე ცოტა ხნის წინაც რაღაცა ეგეთი კომენტარი გაიშო რომ უი ამბის თურმე ყური გახვედილი. აღარ მოვეწონე რა 3 წელი ვიყურებდა ვიღაცა მაგრამ ევასებოდი და უი ყური გახვედილი ქონიაო და უცად აღარ დავევაზე აღარ მოვეწონე რა. ხეზე შენ როგორ ხარ ყურთან დაკავშირებით? და გახრეტილი გა? ამასაც იქნება. რავი, მე ბიჭზე საყურე, რავი, მაგრამ მომწონს რა. მე ჩემი სამკაულის ბრენდიც მაქვს. ხო, და ანუ მე თვითონ ვაკეთებ და რავი, მაგრამ მომწონს და. ისე დიდი ხანია რაც მაგ საქმეში ხარ? სამკაულის ამბებში? 2016-ში გავაკეთეთ ჩვენი ბრენდი და რავი 9 წელი გავიდა უკვე, კი, დიდი ხანი. ხო, ანუ დაინტერესება როგორ მოხდა აი მაგ სფეროში? სამკაულის ამბებში? საუბარს მოყვა. ხო, ოკეი. დაინტერესება თავიდან ძალიან ვიწრო წრეში ვახდენით რეალიზაციას, ვაფშე საკუთარ ოთახში დავიწყე რა, მაგ საქმის კეთება, ეს მაგიდა და ინსტრუმენტები ვიყიდე და მან ვამზადებდი სამყაროს და ესე რა, სანაცნობო რომ მოყავს რომ რა კაი რაღაცა აღმოვაჩინე, ხო ხტები? მე უკვე ერთი მაღაზია გავხსენით, მეორე რაღაცა ზოგადად გაყიდვები ესეს და აუ ნელ-ნელა მოხდა, ძალიან ნელ-ნელა რა. ბევრი წინ გადადგა, ხო ხტები ბიზნესში როგორ არის ხოლმე რა, ანუ ორნაბის წინ გადადგა, მე ერთი უკან და რაღაცა იძანა. ორი ერთი იყოს და მეტი არა. ხო რა და საბოლოო ჯამში ახლა კარგად დავაგდა ყველაფერი, თუმცა მარტივი არ არის რა, როცა ამხელა კონკურენცია რაღაც სფეროში, ნდობის მოპოვება თუნდაც და რაღაც. ეხლა კარგად. პროფესიით, აი
პროფესიით მე ვარ მასწავლებელი. მასწავლებელი? არ იცოდი? არ ვიცოდი, ანუ. აი, ჩემი გვერდი არ გცოდნია და მაგიტო. ო, ანუ Power გვერდზე იფტებ ხოლმე მოსწავლეებთან ერთად კონტენტს და იქ ეგრევე ერთობი ხოლმე, ხო? მათემატიკას ვასწავლი უკვე 11 წელია. და როდის გადაწყვეტე ბავშვობიდან ქონდა 14 წელს ვიყავი, პირველი მოსწავლე რომ მყავდა, მე-9 კლასელს მყავდა, მე-5 კლასელი მეზობლის ბავშვი და მათემატიკა ასწავლო და მეთქი მათემატიკა ვასწავლო და იმის მერე მყავს და მყავს და თული არის ისე ხო პედაგოგობა თუ არა? აუ არა, მე ძალიან მიყვარს. აი მე მგონია რომ აი ჩემი არის ეგ რა, აი ახსნა რაღაცის და ეს იმენე მასწავლებელი ვარ, კი, ლაპარაკი წაჟ გიორგი მეუბნება, მასწავლებლური ტონი გაქვს. რამე გიორგისთანაც კი, რა. გიორგის. ანუ გამჯდარი რა, პედაგოგობა რა. არა, მე ძალიან მიყვარს მათემატიკა. მე მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანს საინტერესოს, ვინც გიყურებს ახლა. აი, თქვენი გაცნობა როგორ მოხდა? ჩვენი გაცნობა. როგორ ზითხარი დარბაზში? კი ბატონო. დასაწყისში ახსენე კი. ხო, რავი, მე სულ რავი თელი ცხოვრება მე მგონი ვარჯიშობ რა, ჯერ ბავშვობიდან ფეხბურთი, მერე დარბაზი, ანუ ესე აქტიური ცხოვრება, ანუ ჯანსაღი. მე ვერ დავიწყე ვარჯიშია, როგორ უნდა დავიწყე? ძალიან სუდი და. აი, რო დაიწყებ, მე ვეღარ გაჩერდები. აი, უეჭველი. ანუ მან შედეგზეც არის რა, აი, შენი თავი რო აი ეგეთი გაგისწორდი. მე ვარჯიშობდი, მე გავჩერდი და გავჩერდი რა და ეხლა ძალიან სულ. თანამშრომლები დამცინიან ხოლმე რომ აი ხვალ წავალ, დავიწყებ ვარჯიშს და რაღაცა მე ფეხბურთით ვითამაშოთ ხოლმე თუ გიყვარს. კი ბატონო. ჩვენი გუნდიც მე ბალეში. აუ, ძალიან მეწავ ჩემი გუნდი და დიდი სიამოვნები. დავай ხვალ. ისულა მე ნომერი მაქვს. შევთანხმდით როგორც ვითამაშოთ. აი გაუხარდათ რა. აუ, მეც რა მიყან. ეგეთ ხალხს როგორ ვეძებ? იცი რომ აი სტაბილურად უნდათ. ანუ ჩვენი მიზანია, ჩემი მე ბავშვობის მეგობრები ვარ. ჩვენს ეგრე ვარ პროფესიონალი. მოგება წაგების გამო კი არა, პროსტა რომ აი ჯანსაღი ცხოვრების სტილი რა. დიდი სიამოვნებით მართლა როცა გიგე. ჩაუნიშნოთ ერთი მატჩი, ხო გასიამოვნებათ? კი. და ეგეც გადავიღოთ. მე ეგეც გადავიღოთ. ოკეი. მაგასაც გადავიღებთ. ანუ დარბაზში შედგა ეს ერთმანეთი ნახით. ხო, ერთმანეთი. დარბაზში მე სხვაგან ვარჯიშობდი, მეც ვარჯიშობდი დარბაზში და მან ვიყავი სტუმრად მისული, იმიტომ რომ ჩემი დაქალიც გიოსთან ერთად ვარჯიშობდა. გიოს იცნობდა. მაგრამ პირველ დღეს მივედი უბრალოდ სავარჯიშოდ და გერგმეს დამინახა თუ არა, მე შენ გააგზავნე. დამინახა თუ არა დაეცა მე რაღაცა ეგეთი უნდა გეთქვა ხო რა. კაი რა იყო. ხო, არა, იდეაში მართლა რა ეგრე არის, ხო? ზოგადად როგორ არის? დაგიბნელდა თვალში. არა, აი ზოგადად როგორ არის? ცი აი თითქმის ყველა დარბაზში ეგრეა რა, სისტემატიურად ეხა წლები ვინც ვარჯიშობენ, ყველა უკვე ერთმანეთს იცნობს რა, იმ დარბაზშიც ეგრე ვიყავ მთელი დარბაზი ვინც სისტემატიურად დავდიოდით და წლები, ყველა ერთმანეთს იცნობს და უბრალოდ მართლა რომ შემოვიდა რაღაც ახალი სახე, ვიღაცა კაი გაიჭი და მეთქი რა. მეც ბაკაცებთან ერთად ვარჯიშობდი და ეს შუა ვარჯიშის დროს ეგრევე რა, მე ხა უნდა მივიდე, მეთქი ეს გოგო ვიჭველი უნდა გავისმაცხო და ეს ერთ ჩვეულებრივ ვარჯიშის დროს ესე მოვტრიალდი, წავედი და ой. შენ ვიხარ მეთქი აი ზუსტად ეგრე. ჩემთან არ მოსულა რა აფერის ხარ, ჩემთან არ მოვიდა მაიმუნი. ჩემ დაქალთან მოვიდა და აქეთ ვაფშე არც გამომხედა მე. აი პროფესიონალი. ამას ელაპარაკებოდა. ეგ უკვე პროფესიონალიზმია. მე გვერდულად შემომხედა ერთი და რა მითხარი? არა, კაი ფორმაში. დიდი ხანაა ჩვეულებრივად. პირველი კომპლიმენტი იდეალური. პირველი კომპლიმენტის მაინტერესებდა თურმე ეს თუ რა კაი ფორმაში ხარ. კი, და შემეც შევიფერე ხა. მოკლედ, მე მაინტერესებს ერთმანეთს ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებ. ერთი სიტყვით? ხო. მარტო ერთით? ხო. ნაუ, მაგაზე არ ვიფიქრე. მიდი ხა. შენ დაიწყე. მიდი. კაი მე ვთქვა? მიდი. ადამიანური არის ჩემთვის გიორგი ზედმეტად, აი ძალიან, აი დაჟე, რასაც ვსწავლობ გიორგისგან, ხო არის რომ წყვილი ერთმანეთსგან რაღაცებს სწავლს, არის ადამიანობა. აი ძალიან, აი დაჟე ისეთი რომ აი თული დავალებაა. აი ამიტომ ჯერ პირველი გეთქვა რა. ეხლა ძალიან თული დავალებაა. აი, აუ შეიძლება ცოტა ბანალურად გამომიდეს, მაგრამ ჭკვიანი. ჭკვიანი? ხო. კი ბატონო. დამიხარდა. აი როგორა, ხო, აი ყოველთვის რავი, მე ყოველთვის ვაქცევდი რა, მაგას ყურადღებას. ელენეც რო გავიცანი კი ხა დარბაში კარგვიძე და რაღაცები არ ალამაზი გოგოა, მაგრამ მე რო დაელაპარაკებდა რო გაიცნობს რა კაი ტიპიც აღმოჩნდება და ჭკვიანი რაღაც ეგ მაგრა ასწორებს ასე რომ ჩემთვის ეგ ერთ-ერთი ყველაზე ისეთია რა ტოპ რაც ელენეში მაგრა მომწონს. ხوار გაწიწული შეუყვეთ. თავიდან შემიყვარდი. ოჯახის პასუხისმგებლობები როგორ გქონდა დანაწილებული? აუ ორივე პასუხისმგებლობა ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, ანუ ადრე ცოტა სხვა შეხედულებები ჰქონდათ მამაკაცის
ოჯახში საქმეებთან დაკავშირებით და ეხლა ცოტა სხვა შეხედულებები. ხო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენზე გვეკითხები კონკრეტულად? არა. საერთოდ ფონზე რო ვისაუბროთ, მე თქვენზე რა თქმა უნდა. ამ სიმართლე გითხრა მე არასდროს არ მქონდა რაღაც ისეთი შეხედულება, რომ აი რაღაცა საქმეები არის, რაც უეჭველი ცოლმა უნდა აკეთოს და რაღაცები, ანუ მერითით შემილია ყოველფრით ვეხმარები, ხო ხდები რა? შენც ხო იგეთ მე. ანუ თუნდაც ბავშვთან მე არ ვიცი ამ მეუღლემ დაწეროს. ხო, შენ საინტერესოა როგორ შეაფასებ. კი, მე საინტერესოს მაგო დამიწერე კომენტარი. თავიც. ხო და რა ვიცი, თუნდაც ბავშვთან ჩართულობა, ან რა ვიცი, ხა ეს ვიდეოები ყველაფერი რა, უკვე თითქმის კი არა და რა ყველაფერი საერთო გვაქვს მე მგონი უკვე რა. მე მქონდა ეგეთი შიში რა, ჩემ პატარაოდესაც დაიბადა, ცოტა ხანი ხოს ვერ იყვანდი, ხო. გიას არ ქონია. ვიცი რა, არა, მართლა დაჟე სამშობიაროში ეგრევე ავიყვანე ხელში და ის 3 დღეც ჩემთან დარჩა და 3-4 დღე ძალიან. სამშობიარობასაც დავესწარი და რა. ხო. აუ არ ვიცი. ინანე? არა, ინანია, არა. მე მქონდა ეგეთი ამბავი, რომ ჩემი გააზრებული, აი აზროს აზროვნებდი უკვე, მქონდა გადაწყვეტილი, რომ არ უნდა დავესწრო მშობიარობას რა. და მე დავფიქრდი თან რაღაც მეუღლესგან გძნობდი ახლა პირდაპირ არ მიუნებოდა ესე რომ დაესწარი მშობიარობას, რო გძნობ რომ ადამიანს უნდა მხარდაჭერა შენი, გაჭირდები. მე ერთი ეგ იყო რა, ეგოისტური ფიქრი იყო ჩემი მხრივ, რომ რატო უნდა ნახოს ჩემი ბავშვი პირველად ვიღაცა სხვამ რა. რაღაც ეგრე შევხედე რა. და მე არ მიფიქრე. მე ძალიან ბევრი ვებრძოლე საკუთარ თავს თვითონ პროცესშიც. იმ შობიარა თუ საკეთე? შობიარა. ეგ ხავ კიდე უფრო რთულია. დაახლოებით 8 საათი ვიყავი. ჩვენ შემთხვევაში არ შემოხვიდეო და მე დილის 8 საათზე შევედი დავრჩი და აღარ მიშვებდნენ გარეთ და არა, პირიქით დაჟე მაგ დროს უფრო უნდა დაესწრო ჩემი. ხო, მაგრამ ის ბევრად რთულია კაცისთვისაც, საყურებლად, ემოციურად, როგორ გადიოშ, ანუ ამას მიხედავ, მაგრამ შენო ვერ მოხედავ რა. კი, კაცი ხდება უფრო ცუდად ხდება ხშირ შემთხვევაში დაჟე. მაგრამ საკეისრო შემთხვევაში ჩვენ მარტივად გადავიტანეთ. არა, მე პონტი არა, იმ ფარდის იქით გახედვაც არ მინდოდა. ანუ აქეთ თავთან ვიჯექი და რა ჩემესმო ავხნევებდი ეგ პონტია რა. და რაღაც 5 წუთში მოხდა ყველაფერი. და ისეთ კმაყოფილი იყო დაჟე რომ დამაგურა ის საკეისრო. სწორად, ჩემი აზრით ძალიან სწორად გადაგიწყვიტავს რომ დაესწარი რა. ხო, და მურჩევ ყველა. ჩვენს მე ხო გკითხე შენს ბუდის შეგაწყვეტინა რაღაც სამოთი. არა, მიდი კაცო. ანუ აი ჩემ გარშემო მაგალითად ჩემ ძმაკაცებს ქონიათ ეგეთი შემთხვევა რომ ცოლმა პირიქით უთხრა რომ არ მინდა რომ დაესწრო. ხო ხდები და მეც ელენეს ვკითხე რა როგორ გირჩევნი ანუ გინდა რომ დაესწრო და ელენესგან რომ მივხვდი რომ უნდა დაერჩივნა რომ დაუსწრებოდი მეც ბევრი არც მეფიქრია რა ეგრევე. რა თქმა უნდა, მეთქი მაგ შემთხვევაში შე როგორც გინდა რა, როგორც შენ უფრო გაგიმარტივდება თუ რა. და პატარამ როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება? რა, პატარამ გაგვახალისა. გაგვაბედნიერა, რაღაც შევკრა რა. ეხა ნამდვილად ისეთი ოჯახი ვართ, რასაც ქვია რა. აი, ჩემი აზრით ხო, იცოლ. ხო, აი, ძალიან კაია რა შვილი, ძალიან. თან კაი ბავშვი ყავს, რბილი. იზიდი. საყვარელი რა. აი, ოჯახურ პასუხისმგებლობებს როდესაც კითხეთ რა. ხო. მე მაინტერესებს აი დედის როლი ამ შემთხვევაში როგორია პატარასთან და მამის როლი. ბავშვს ვზრდით და ხო, მხოლოდ ჩვენ არ გვყავს ესე არც დამხმარე არავინ, ჩვენი მშობლები მოდიან ხო. კი. ძალიან კარგია. ხო, ჩვენით ვაპირებთ, მე მგონი რა, ჯერჯერობით ვუმკლავდებით რა. ჩვენი მშობლები მოდიან ხოლმე ესე სტუმრად და მყავთ და გვეხმარებიან მაგ კუთხით. რა, გვეუბნებიან მე უფრო რთულდებაო, მაგრამ რომ ნახოთ. თუ ვეღარ გავუქაჩავთ მარტო მე გვეუბნებიან რომ აი, როდესაც სიარულს დაიწყებსო უკვე მაგრამ არა ხო? სვალეველია. არა, სვალეველია. დაგვამშვიდე, მაგრამ არა, ჯობს ეგრე პირდაპირ მიიღო რაღაცა. წინასწარმე ვიცოდეთ ხო ყველაფერს? ხო. ხო. მოკლედ ეგრე და დანარჩენი დედის და მამის როლი ყველაფერს ორივე ვაკეთებთ რა. ჯერჯერობით მე ჩემზე უფრო ტყდება რაღაცები, იმიტომ რომ ბუნებრივ კვებაზე მყავს და იმაგალეთ გიორგის არ შეუძლია რომ მარტო უფრო მოწეპებულია ხო, აი დაძინება მაგალითად მიჩვეულია რომ დედა უნდა და დედა საერთოდ ჭამის დროს იძინებს ხო ხდები? სოსკა ვერ მივაჩვიეთ და მოკლედ ხო და აი მაგალითად გიომ რომ წამოიყვანოს და გაასეირნოს ეგეც ვერ, იმიტომ რომ არ ვიცით როდის რა მოუნდება და მაიმუნი ბავშვია და ხო აი ვერ ვაჭმევ რა ჯერ რადგან მარტო ბუნებრივზეა მაგიტო ან ჩვენი არ იყო ბუნებრივზე და ვერ ვაჭმევდი ხოლმე რა. მაინც ვერ აჭმევდი. რა ძალიან მეშინოდა და ახლა ერთი წლის რო გახდა. აი ვცდილობ, მაგრამ მაინც ძალიან მეშინია რა უქნა. აი მეორე ბავშვზე ისე იქნები რომ აი არ ვიცი. შეიძლება ესე აჭამო. კი. ხო და არ ვიცი ეგ რატო მეშინია ეგრე. პირველ სულზე ეგრეა. ჩვენც გვაშინოდა ყველა. თავიდან როგორ ხდებოდით იცი?
ამბავში ანუ ხო დრო დაიბადა რომ წამოვიყვანე უკვე სამშობლოდან სახლში რა ღამე დაიწყო ტერელია რა უნდა ვერ მივხვდით რა უნდა რა მერე რაღაცა თბილი წყალი რა ანუ რაღაცა ლეგენდები როგორც აქვთ არ ვიცი ლეგენდა თუ არა და ანუ არ გვიფიქრია რომ კვების ამბავი იყო ანუ საკვები ქონდა მიღებული თურმე კიდე შეეოდა რა აუ ძალიან რთული დღე იყო და ეგეთ რაღაცა ძალიან საინტერესო ხალხს საინტერესო მე მაინტერესებს რაიმე ეგეთ ისტორიები თუ გაქვთ ჩვენ რა გვაქვს ჩვენ ერთი ხო პამპერს არ უცვლის ხალხო გიორგი აი ეგ მეც ახლა ხან მიდი ახლა ყველა ატყდით კომენტარებში რომ პამპერსი მამამ უნდა გამოუცვლო რატო ერთი ორჯერ ხომ არ გამოსვლი მეც ეგ ორჯერ გამოსვლი და მე რაღაცას გეთახმები ხო მაგრამ იცი რა ანუ მე არ თვლი რომ ეგ კაია მართლა გულით არა ხო ამ დიდი სიამოვნებით პროსტა აი კაია რომ აღიარებს ანუ ვერა რა ანუ იმენ არ შემი აი ჩემით რაღაცები არის რაღაცები პირიქით აი რა პრობლემაა და რაღაცები ხო ხტები მაგრამ აი მე ვერა რა აი იმენა ვერა ძალიან შეიძლება ვიდოდეს ეგ პრობლემა გვაქვს რა რომ აი პამპერს არ უცვლის დანარჩენი ყველაფერი შეუძლია რომ გააკეთოს დაბანაშის მეხმარება ეხა რომ გაველურებულია და ძალიან გაცალკებულია ვეღარ ვიჭარ ერთი ადამიანი და გიო ყველაფერში მეხმარება რა ხო აი ერთი მაგაში ვერ ვიხმარები მოკლედ და შენი არა ეგეც არა უშავს პამპერს გამოუცვლი რა ხო ეგეთი ამბავი თუ გქონიათ რომ აი პატარას გაიღვიძა ხო გამთენის დროს როგორც იციან ხოლმე და გიორგის ვითო ძინავს ვითო? ხო. ვიძინავს. არაფერი არის. არა, ვითო, მაგრამ მაინც არ ეღვიძება ხოლმე. ის ძალიან კაი ბავშვია. ღამე იძინებს 9-ზე, 10-ის ნახევარს და დილის 6-7-მდე ძინავს რა. 6-ით აღარ დღეს დაჟე 8-ზეც გაიღვიძა. ანუ არა, არა, ყოფილა ეხა შემთხვევები პონტი არ არის ეხა მე რო გავიღვიძო, მაგრამ ეძინება და თუ შეგილია რაღაცა შენად, რომ ხან მეუდგები დილით რო იღვიძებს, ხან ელენე რა. დილით, მაგრამ ღამე ეგ არ ხდება. ღამე ბუნებრივ ზორო ყავს, მარტივია. არც თვალებს არ დილით იღვიძებს სათამაშოთ რა, აი ესე 7 საათზე გაიღვიძებს და 1-2 საათი ითამაშებს და მე ისე ვიძინებს რა. აი ეგ 2 საათი რომელი ადგება, მაგას ვინაწილებთ ხოლმე დილით. მაგრამ ის რო რაღაცა შემილია და ხო არა შეგიძლია ზოგადად ეგრე არ ვიცი. კარგი. არა დილით დაჟე ძალიან კაი ბიჭია. მე ხშირად მძინავს ხოლმე და დილის 7-ზე გამოყავს ხოლმე ამას კი. ეგ კი ვაღიარო. ძალიან ბევრი ახალგაზრდა წყვილი ვიყურებს ახლა რწმუნებული ვარ. რას ურჩევდით რა? რას ურჩევა საინტერესო იქნება. ალბათ უფრო ლაითად შეხედონ რაღაცებს ჩემ შემთხვევაში. ხა მე ძალიან კირკიტა დედა ვარ. აბა ის აი ძალიან ყველა დეტალს მივჩერები ვარ ახლა. აი ძალიან ყველას და ალბათ ცოტა მოვეშვებოდი. ქმართან მიმართებაში? ქმართან. ურთიერთობაშიც არაფერი ქმრებს ურჩევ ერთი თუ კაია რომ ცოლებს გაანებივრონ და დაუჯერონ და ქალებს ისაც მილიონის ტრესი. არ განებივრებ ერთი არ ვიცი არ ვიცი. არა კი მე მაგას ვამბობ რომ შენ კაი ბიჭი ხარ ხო? ხო. და კი შენი გადმოსახედიდან აუ აზე არ ვიცი. ვაფშე არ ვფიქრობ რომ რაღაც ეგეთი მისაბაძი ტიპი ვარ რომ მე რა ვიღაცას რამე ურჩევან ვასწავლო არ ვიცი რა. ანუ ინდივიდუალურია რა, ბავშვიც, ქმარიც, ცოლის და ვაფშე ურთიერთობა და ესე ქენი და ბედნიერი იქნება პონტი არ არის. თავარი რა არის აი. ანუ აი ასნი ანუ თავისთავად თავარი არის სიყვარული და პატივისცემაც ალბათ. პატივისცემას ხო ეხლა სიყვარული პატივისცემის გარეშე არ არსებობს ხო პატივს თუ არსებ რანაირად უნდა გიყვარდეს. თავარი არის რომ პასუხისმგებლობა გაიაზრო ერთი ეგ არის იმიტომ რომ აი რამდენი წელი შეხვდით რომ დაუჯახდით ეგ არ მეკითხეთ. 2 წელი არ არის? კი 2 წლის. 2 წლის წინ მქონდა ეხა. ხო 2 წლის მე ვიყავი 22-ის. ხო და მე 31-ის. მე 22-ის ვიყავი. ხო. ხო და აი ბიჭისთვის ადრე მოგიყვანია ცოლი. ხო? ვაფშე არა რატო? 22 წელი მაინც პატარაა. მე ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ეგეთი მაგალითი მიყავს ვაფშე არ არის რატო? ეგეც ინდივიდუალურია ხო? ვიღაც არის 22 წლის ჩამოყალიბებული ტიპია და ვიღაცა ძლიერი შეყვარებული. მე ხო მე. მე მაგას უფრო შეეცადებათ. ზეჩი. ხო ეგეც ინდივიდუალურია რა. კი, ყველაფერი ინდივიდუალურია თქო. კარგი, ბოლოში რო გავიდეთ. აბა. ძალიან სასწაულო მოსასმენი იყო კიდევ ერთხელ გავუსვა ამ ყველაფერს ხას, მაგრამ პატარა გველოდება გადაღებაზე. მიძინებული ყოს. აი ჭკვიანი ბავშვია თქო მაგას ვამბობ. გადაღების დროს იცის რომ უნდა დაიძინო, სადმე თუ მივდივართ მოსალაპ ან რამე კომპანიასთან იძინებს, ჭამის დროს იძინებს და აი ჭკვიანი ბავშვია რა. იცის როდის უნდა დაიძინოს, გაიღვიძოს. ეხ მორჩება და გაიღვიძოს უეჭველი. მე არ ვიცი ახლა რაც უნდა დაგისვათ კითხვა უკვე მე არ წარმომიდგენია სოციალური ქსელების გარეშე სამყარო
იმიტომ რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე თქვენთვისაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ როგორ ფიქრობთ აი სოციალური ქსელები რო არ არსებობს? როგორ იქნებოდა? სამყარო ჩვენთვის. სამყარო? ხო. კონკრეტულად ჩვენთვის თუ ზოგადად? ხო, თქვენ. ეხლა რო არსებობდა და ვიცით როგორია მაგის მერე? ხო. ჩემთვის ძალიან მარტივია მაგაზე პასუხი. მე ზუსტად ვიცი რომ აი 100%-ით ჩემ ამ ვერცხლის ამბავში სამკავლის თემაში ვიქნებოდი ჩართული. ეხლა ეს რომ დამემატა ეს ინფლუენსერობის ამბები, რა თქმა უნდა გადანაწილებული მაქვს რა საქმე, მაგრამ რო არ იყოს სოციალური ქსელები 100%-ით ჩავერთვებოდი ჩემ საქმეში რა, იმიტომ რომ არანაკლებ მიყვარს და მნიშვნელოვანია ჩემთვის ეგ ბრენდი იკანი და ასე რომ ეგრე რა და შენ ალბათ მასწავლებლობის ამბავში თუ არ ვიცი შენ უკვე ჩემი აზრით მაგაზე აღარ ღირს ფიქრი, იმიტომ რომ მაინც არ მგონია რომ ოდესმე დავდგებით მაგ რაღაცის წინაშე რა, რავი, აწივსო. და ისე ჩემ ბავშვობაში სად იყო ესეთი რაღაცაები და ეხლა რო არიან პატარები. ჩემ ბავშვობაში ძალიან კაი ბავშვობა იყო. სად იყო ჩვენ ბავშვობაში? 10 წლამდე გვაქვს საუბარი, ხო? ხო, მე სოციალური ქსელები არაფერი არ იყო ჩვენ ბავშვობაში და ძალიან კაი იყო, ველოსიპედზე დავქროდი და წრეში ბურთს თამაშობდი. ეხლა ცოტა უფრო სხვანაირი თაობაა რა. სხვანაირი რაღაცაები. ჩვენ გვაქვს ბოლოს რუბრიკა ტოპ 5 და მე მინდა თქვენგან ტოპ 5 φιλმი, რომელიც წველებმა ერთად უნდა ნახო. ვაუ. ფილმები შემოქმარება იცით? ძალიან გადავა იყო შემენდა ხა თაყავ რო გითხრა. თუ ვიკითხა პირველი ის რო ქონა ერთად ფილმს რო უყურეთ და პირველში ფილმს მაგას უყურეთო ჯენტლმენს ვაყურებ. აი ხო არის წვილები რო რაღაცა რომანტიკულ ფილმებს უყურებენ ერთად და რაღაცა ეგ ჩემი პირველი ფილმი იყო ჯენტლმენი. აი არ ვიცი. ფილმები გიორგი არჩევს ხოლმე სულ. და ესე მეპატიჟება ხოლმე, ავარჩე მოდი და მე ვუყურებ. ხო, აი ელინესაირი ადამიანი ამ ხრი მართლა არ მინახავს, ვაფშე არც ერთი ფილმი არ ნახე არა. არა, მაქვს სახელები არ მომახსოვდა. ჩემთვის ეგ კი ძალიან კაია, იმიტომ რომ რაღაც ფილმები არის, რაც მაგრამ მიყვარს და 100 ჯერ შემილია უყუროთ ეს გადამეორება არ მეზრდება რა. ყველაფერი მაყურებინა საერთოდ. 2 წელი ერთად ვართ, მესამე ეხა დაიწყო და აზეც არ უნდა უთხრა ეს ნანახი გაქვს არა. არა ნანახი მაქვს ხოლმე ხა ნუ ის შემდეგ კიდე შეგიძლია რა უყურო? ერთადერთი არის ეგეთ რამ ჩემ ცხოვრებას ცხელი ზაღლი მაქვს ეგრე 20 ჯერ ნანახი შედის და თავიდან ბოლომდე რა. მეტი სხვა არ მიცდი. აუ არა, აი ფილმ რაღაცეები რაც არის შეიძლება რაღაც ფილმები იყოს ერთი 50 ჯერ მქონდეს ნანახი ვართლა. რას უჩვენებ მაყურებლებს როგორც თქვი დაასრულე და მე აღარ მახსოვს რა უნდა. ტოპ 5 ფილმი იყო. მე არ ვიცი ხა მე რომ მეკითხებით. არა 5 ადგილი. ვიცი რა, აი მართლა ბევრი უნდა ვიფიქრო, ესე უცბად რთულია გაცემა, მაგრამ აი ხლა რაც მახსენდება. არ ვიცი რა. არ გვინდა ეგ რუბრიკა ჩვენზე. არ გინდა? რატო? არა, აი არ მახსენდება. მოკლედ აი ცოტა ისეთი კომედიური ჟანრი რაც არის. აი დღემდე სულ რამდენჯერ ვუყურებ, ყვდები ხოლმე ისეთ ვაიჰი, მაგრამ მომწონს ეგ ფილმი. არ ვიცი. ნუ ქართულად არასტორი სიძე ესე არის ნათარგმნი, ანუ ერთი ეგ ჯენტლმენიც ტოპში მყავს, მაგრამ მომწონს ეგ ფილმიც. კიდე თავიდან ვერ გითხარი და მოვიფიქრებთ, ეხლა რაღა გვახსოვს. წვიმა დაიწყო. წავედი. ბავშვი. აი დავასრულოთ გადაცემა. მეგობრებო გაწვიმდა სამწუხაროდ და ტოპ 5-ს ვერ ვამთავრებთ, ეგრე გამოვიდა, მაგრამ გიორგი მოგწერს მტარწმუნებული ვარ და მე სკრინს ამოვანათებ აქ ქვემო. ტოპ 5. კიდე ორი ფილმის უფიქრებას გადავრჩი. ეხა ჩხარა დამისრულდა ბავშვი. ველოდება დაგემშვიდობებით თქვენი გამოიწერეთ ჩემი არხი დროებით. ჩვენიც. კარგად. წავით.